შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ბათუმსა და ქობულეთის რაიონში ერთდროულად ჩატარებული სამძებრო საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1990 წელს დაბადებული მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით, ხოლო 1998 წელსა და 1994 წელს დაბადებული პირები ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულების ჩხრეკისას ნაგანის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი 7 საბრძოლო ვაზნით, კუსტარულად დამზადებული პისტოლეტი 1 მჭიდით და 1 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს. ასევე ამოღებულია ქარხნული წარმოების რევოლვერი და 5 საბრძოლო ვაზნა. გამოძიება 236 მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ბათუმსა და ქობულეთის რაიონში სამი პირი დავაკავეთ, რომელთა საცხოვრებელი ბინის და ავტომანქანის ჩხრეკისას ნაგანის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ვაზნებით, კუსტარულად დამზადებული პისტოლეტი 1 მჭიდით და 1 ვაზნით, ქარხნული წარმოების რევოლვერი 5 ვაზნით ამოვიღეთ. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.